საღამოშიდობისა. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. და თუ თქვენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ცხოვრებაში მიმდინარე ყველა ცვლილება გაინტერესებთ, მაშინ ყურადღებით უნდა მისმინოთ. 23 აპრილს აჭარა Music Hall-ში Nescafe Dance Party House-ის ლეგენდა Sisi Rogers-ა და Master DJ David Disuma-ს პინძლებს. Sisi Rogers-ი მსოფლიოში ცნობილია როგორც House-ის პიონერი. მას უმუშავია ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან Aretha Franklin, Janet Jackson, Duran Duran და სხვები. House მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ვოკალისტი Sisi Rogers-ი ამ მუსიკალური მიმართულების აღიარებული ლეგენდაა. თავდაპირველად Rogers-მა გადაწყვიტა ესწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, თუმცა ეს მხოლოდ მისი სურვილი არ იყო. ამ საქმეში დიდი როლი დედამისის მკაცმა ხასიათმა ითამაშა და საბოლოოდ პატარა Sisi ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში აღმოჩნდა. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ის 5 წლის იყო. 7-9 წლის ასაკში Rogers ვუნდერკინდად თვლიდნენ და ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კონცერტებზე თუ ტელეშოუებზე. მისი ნამდვილი სახელია კენეთ Rogers-ი, Sisi კი მას მეგობარმა შეარქვა. გარდა ამისა, 11 წლის ასაკში Rogers-მა დაუკრა James Brown-თან ერთად. Brown-ს იმდენად მოეწონა პატარა მუსიკოსი, რომ მას პატარა ჩაბი ჩეკერი, ან უბრალოდ პატარა Sisi შეარქვა. სწორედ აქედან მოდის Rogers-ის ზედმეტი სახელი Sisi. მოგვიანებით Rogers-ი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი ჯგუფი შექმნა. Sisi Rogers-ის ყველაზე ცნობილი სიმღერაა Someday, რომელიც house მუსიკის ჰიმნად ითვლება და ხშირად სრულდება სხვადასხვა მუსიკოსების მიერ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერსიაა ჯგუფ MP4-ის შესრულებით. 2003 წელს Rogers-ი თავისი ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს, რომელსაც ერქმევა დაბრუნება. 1 მაის 22 საათზე რიყეზე კომპანია Melodia Art ტელეკომპანია იმედის მხარდაჭერით გრანდიოზულ შოუს გეგმავს. შოუს დამდგმელი მხატვარი იქნება მურაზ მურვანიძე, ხოლო დამდგმელი რეჟისორია დათო დოიაშვილი. სპეციალურად ამ კონცერტისათვის ქართული ესტრადის პატარა ვარსკვლავები ქართულ ჩანაწერებში ყველასათვის კარგად ნაცნობ სიმღერას წერენ. გარდა ამისა, ინფორმატორმა კლუბ ნეოში მიმდინარე რეპეტიციაც დააფიქსირა. Simღერამ დავინდოს განამართლაციოდე Simღერამ დავინდოს ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს ბავშვები ერთად წარმოადგინონ გია მაჭარაშვილის სიმღერით შოკოლადის წვიმა. ქორეოგრაფიული ნახაზები, რომელიც ესე შავად დაიდგა, ნელ-ნელა იწყება მსახიობებთან ერთად რო ჩაისვას ეს ქორეოგრაფიული ნახაზები და გარკვეული ფორმა მოეძებნოს უკვე თითოეულ სიმღერას. რა ეხლა ამაზე მიმდინარეობს 24-დან დაიწყება ამისი როგორც იტყვენ შლიფოვკა, არ ვიცი როგორ გაწმინდა, ყველაფრის და დასუფთავება უკვე არტისტებთან ერთად და სადღაც 28-თვის პირველ შავ პრაგონს გავივლით, 29-ში მეორე შავ პრაგონს გავივლით, 30-ში თეთრ პრაგონს გავივლით და პირველში ყველას გელოდებით რიყეზე. ილიკო სუხიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე მერვე დღე არაც მიმდინარეობს. ანსამბლი სუხიშვილები მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი პროგრამით წარსდგა. დღეს კონცერტის ბოლო დღეა და რა თქმა უნდა, იგი დღესაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
ემოცია და ენერგეტიკა პირველი არის საერთოდ ქართულ ცეკვაში, ქართულ ხელოვნებაში. იმდენად არ არის მთავარი რაღაც კონკრეტული ნახაზი და კონკრეტული რაღაც ელემენტები ვიდრე ეს ემოციური ხასიათის გადაცემა. მე მგონი ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს კონტაქტი მოვახდინოთ რა დარბაზთან, მაყურებელთან და გადავეცეთ ეს ენერგეტიკა და ეს ემოცია, რასაც ვაპირებთ. მე ხარია კიდე რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდებია კონცერტზე, რაც ადრე არ იყო ნამდვილად. ჩვენი მაყურებელი იყო ყოველთვის შუახმელე ცოტა ზევით. და დღეს რო გავდივარ დარბაზში 74 ახალგაზრდობა და ეს მე ხარია ზავრო ახალგაზრდები ჩვენ ნაციონალური ეროვნული ხელოვნებისგან საერთოდ მოტრიალდნენ და მოწონდნენ და დადიან. 8 კონცერტი, ფაქტურად 8-ვე ანშლაგით. მე მგონი იშვიათია ეცეთ თბილისში რომ ესე იყოს და მე ძალიან მიხარია რომ მაყურებელს უყვარვართ. ღებულობს ჩვენ სიახლეებს, ძველიც მოწონთ, ახალიც და ძალიან დიდი დაკმაყოფილება აი ჩვენი მუშაობის, რომ ესეთი რეაქცია აქვს ჩვენ მაყურებელს. ჩვენთვის თავარი ეს არის, იმიტომ რომ თბილისის მაყურებელი არის ყველაზე მომთხოვნი, მცოდნე და ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლოა ეს კონცერტები. ინფორმატორის ერთ-ერთ გამოშვებაში ჩვენ შეგატყობინეთ ზურა მახნიაშვილის სტუდიის დარბევის ფაქტი. ბატონი ზურას მხარდამჭერი საღამო კლუბ დალოჩი გაიმართა, სადაც ყველა იმ მომღერალმა მოიყარა თავი, რომლებსაც ზურასთან უთანამშრომლიათ. სხვათა შორის სოსო თოლორაიასა და მარიკა თხელიძის დუეტიც სწორედ ამ სტუდიაში იქნა ჩაწერილი, მაგრამ ფონოგრამა გაქურთვის დროს დაიკარგა. სოსომ და მარიკამ ეს სიმღერა საღამოზე შეასრულეს. გოგონა ოთახში ზამსახებდა სუსკიდა სიცივეთი მასოს ნებასარნებდა გუსირაც კონდა წმინდა უტელი გამიდა წველი დიძრა დიძრა სიერი ფედერი მასმასია ნები სიერი გაზომას მიტია ამას ამერკა ჩვენი ქალაქის გამწვანებაზე უკვე ისეთი სერიოზული კომპანია ზრუნავს, როგორც ჯეოსელია. ასე რომ შეგვიძლია ჩვენი ფლორის გამდიდრების საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულად ჩავთვალოთ. 20 აპრილს აღმაშენებლის ხეივანში ქართველი მომღერლები შეიკრიბნენ და მათ კაკლის ნერგები დარგეს. არის მერის წარმომადგენელი და გამწვანების ასე ვთქვათ მთავარი სამსახურის უფროსი და ვიცი დავიწყეთ პრინციპში შეგვიძლია დავიღოთ ნერგები და ჩავდგათ აია კაი კაი კარგა ჩერდა
მოუთხე გარშემო შემოუთხე. ჯეოსელი უკვე მესამე წელი ამ მწვანე აქციებს ატარებს. დღეს ვამთავრებთ ამ აქციას. აბონენტებიც მონაწილეობდნენ, შეეძლო ყველა აბონენტს დაერეკა და სიმბოლურად ერთი ხე დაერგო. დაახლოებით 200-მდე აბონენტმა მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში. მინდა როგორც ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვთქვა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი ჯეოსელია და სულ ყველაზე პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ჩვენ გაგვიწია ორკესტრს, ასე ვთქვათ, ქველმოქმედება და დაგვეხმარა მრავალი პროექტის ჩატარებაში, ეს არის ჯეოსელი. და აი დღესაც ჯეოსელი ესეც საინტერესო რამეს აკეთებს და მე ძალიან ბედნიერი ვარ.